მესტიის მოკლე მეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29 ივლისს გაიხსნება. ამ დროისთვის ორგანიზატორები ღონისძიებისთვის ემზადებიან. როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა ხათუნა ხუნდაძემ აღნიშნა, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ფესტივალი იტალიის მთის ფილმების ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდა, რაც საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი ეტაპია. წლევანდელი წელი განსაკუთრებული იქნება იმით, რომ პირველად საქართველოს ჩამოვა კანის ფესტივალის ერთ-ერთი ახალი სექციის დირექტორი. ეს გახლავთ immersive competition-ი, ახალ დამატებული სექცია, საკონკურსო სექცია, რომელიც მოიაზრებს განსაკუთრებული ექსპერიმენტული ფილმების სექციას და აი მისი ხელმძღვანელი ჩაატარებს მასტერ-კლასს, გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას მოიცავს ეს სექცია, როგორ ხდება ფილმების მიღება, რას მიენიჭება ყურადღება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი რეჟისორი და ოპერატორი ამოვიდეს, იმიტომ რომ ეს იქნება ზუსტად მათთვის საინტერესო, რომ მოხდეს რაც შეიძლება მეტი ქართული ფილმის წარდგენა აი ამ სექციის. კასტინგის ფესტივალის ნებისმიერ სექციაში, თუნდაც პატარა სექციაში, თუნდაც არასაკონკურსოდ მოხვედრა უკვე ძალიან დიდი ტრამპლინია ქართული კინოსთვის და საერთოდ რეჟისორებისთვის. ამიტომ მოხარული ვიქნები თუ რაც შეიძლება მეტი ქართული რეჟისორი დაესწრება აი ამ მასტერ-კლასს. ყავს საერთაშორისო ჟიური საფრანგეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან, ასევე გვეყოლება რა თქმა უნდა ქართველი ჟიურის წევრები, ეს გახლავთ რუსუდან გლურჯიძე და გიორგი ხარებავა. რუსუდან გლურჯიძე განსაკუთრებულია ჩემთვის იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია, ყოველ წელს გვინდა რომ საქართველოდან ოსკარზე წარდგენილი ფილმის პრეზენტაცია და პრემიერა მოხდეს მესტიაში და აი ამ ფილმის ან რეჟისორი, ან პროდიუსერი, ან მსახიობი მოვიწვიოთ. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო ამბავი საქართველოს ფოსტასთან ერთად. მე მინდა რომ ეს ამბავი თქვენი თვალით იხილოთ მესტიაში ამობრძანებულებმა, ჯერჯერობით დავტოვეთ საიდუმლოს, ეს არის საფოსტო მარკები, ოღონდ რა არის ამ საფოსტო მარკაზე, როგორ არის, ეს მინდა რომ იყოს ჯერჯერობით სიურპრიზი და აქვე მინდა რომ დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის საქართველოს ფოსტას ამ ნდობისთვის. მადლობა ასევე მუნიციპალიტეტს მესტიის, რომელიც 5 წელია უდიდესი ნდობით და მეგობრობით არის ფესტივალთან. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, ჯერ საქმე ძალიან ბევრია, თუმცა უკვე პროგრამა გადაწყვეტილია, ძალიან საინტერესო ორი სექცია გველის და ძალიან საინტერესო არასაკონკურსო ფილმებიც. საკონკურსოში გვაქვს ქართული ფილმები, 3 ქართული ფილმია და ფესტივალის გახსნის დღე დასრულდება პირველი საკონკურსო ფილმით, რომელიც არის შალვა შენგელის მანიდან სვანეთამდე. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში მესტიას საპატიო სტუმრის სტატუსით იტალიის მთასწველთა ფედერაციის პრეზიდენტი ეწვევა. საკონკურსო პროგრამაში 6 ფილმია. წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო ფილმებიც. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიება ყოველ წელს მასპინძლობს საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს, რაც ხელს უწყობს სვანეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. ფესტივალის მზადების პროცესში აქტიურად არის ჩართული გრაფიკოს დიზაინერი გიორგი მამულაშვილი. 5 წელია რაც დაარსდა მესტიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი მთის ფესტივალი და პირველივე დღიდან თანამშრომლობ დიდი სიამოვნებით ამ ფესტივალთან. ძალიან საინტერესო პროექტია. წელს განსაკუთრებული სიურპრიზი ელის მთის მოყვარულებს, იმიტომ რომ საქართველოს ფოსტასთან ერთად იგეგმება ძალიან საინტერესო ღონისძიებები. პირველი დღიდანვე, რაც დაარსდა ფესტივალი, ვაკეთებ პოსტერებს გაფორმებას ფესტივალის. ჩემთვის ეს ორი თემა, რომელიც უკავშირდება ერთმანეთს, საფოსტო მარკები და ფესტივალი, კინოფესტივალი, ერთიანი პროექტი როცა დაიგეგმა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი მონაწილეობაზე, რადგან ეს ორივე თემატიკა ჩემთვის არის საყვარელი თემა, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა გმინდა გადაუხადო ქალბატონ ხათუნა ხუნდაძეს და საქართველოს ფოსტას ასეთი საინტერესო პროექტში მონაწილეობის შემოთავაზებისთვის. შეგახსენებთ, რომ მესტიის მოკლე მეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებას მესტია წელს უკვე მეხუთედ მასპინძლობს.